სახელითა მამისათა, დაწისათა, დაწმნისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. გულითადაც მოგილოცავთ დღევანდელ ჩვენთვის ძვირფას, ჩვენი ტაძრისთვის ძვირფას დღესასწაულს, მთავარ ანგელოზობას, წმინდა ზეცისა ძალნი, ქერუბიმნი, სერაფიმნი და სხვა დასები იყვნენ ჩვენი შემწენი მეოხნი ღვთის წინაშე. თქვენ მოგეხსენებათ, სიტყვა ანგელოზი ბერძნულია და ნიშნავს მაცნეს, ანუ შიკრიკს. ეს არის პიროვნება, თითოეული მათგანი, მიუხედავად მათი სიმრავლისა, თითოეული მათგანი არის პიროვნება. აი გამომდინარე აქედან წმინდა მოძღვარნი, როდესაც ანგელოზებზე ერთი მხრივ და მეორე მხრივ ადამიანებზე საუბრობენ, ამბობენ ესეთ რამეს, რომ ორივე მათგანი ღვთის ხატად არის შექმნილი. რა იგულისხმება? ზოგი წმინდანი მაგალითად ამბობს, რომ არ არის ღვთის ხატად შექმნილი. ზოგი წმინდანი ამბობს, ღვთის ხატები არიან ორივე, ადამიანებიც და ანგელოზებიც. ჩვენ ადრეც განგვიხილავს ეს საკითხი, მაგრამ ძალიან ზოგადად შევეხები დღევანდელ დღესაც, რომ გაურკვევლობა არ იყოს ჩვენში, რა კუთხიდან უყურებს ესა თუ ის მოძღვარი. აქ დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს. მაგრამ როდესაც წმინდა რომელიმე მოძღვარი ამბობს, რომ ადამიანების მსგავსად, ან ღვთის მსგავსად, ღვთის მსგავსად, ესე იგი, ხატები არიან ასევე ანგელოზები, ღვთის ხატისებრები, როგორც ადამიანები, ამაში იგულისხმება ის, რომ ისინი არიან პიროვნებანი, ეს ერთი, ხოლო პიროვნების მახასიათებელი თვისება მოგეხსენებათ არის თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა. აი ამაში განიხილება და განიჭვრიტება ანგელოზთა ცხოვრება, რადგანაც ისინიც, როგორც ადამიანები, არიან თავისუფლად მოაზროვნენი და ამავე დროს გონიერი არსებანი არიან და პიროვნებები არიან, შესაბამისად, აქედან გამომდინარე ამბობენ წმინდა მოძღვარნი, რომ ისინიც ღვთის ხატად შეიქმნენ. მაგრამ რა უყოთ მეორე ნაწილს მამებისა, რომლებიც ამბობენ, რომ არა, ღვთის ხატისებრ არ შექმნილან ანგელოზები. რა კუთხიდან განიხილავენ ამას? განიხილავენ იმ კუთხით, რომ როგორც ღმერთი ყოვლის მყრობელია და ყველგან მყოფია და მოიცავს მთელ სამყაროს, ერთადერთი ქმნილება ღმერთის შემდეგ, რომელიც ყველგან მყოფი რა გაგებით არის, მოიცავს მთელ სამყაროს, რომელ მთელ სამყაროს? ერთი მხრივ სულიერს და მეორე მხრივ მატერიალურს. ღმერთმა როგორც სულიერი, ასევე მატერიალური დაბადა. და რადგანაც ორივე მათგანის ნაზავი არის ადამიანი, ორივე სოფლის მკვიდრია იგი. ანუ ყველგან მყოფია შესაბამისად, ყველგან მყოფია რა ადგილის მიხედვით, არამედ თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე სოფელს რომ მოიცავს. აქედან გამომდინარე მოძღვარები ამბობენ, რომ აი სწორედ ორივე სოფლის მომცველი, როგორც ღმერთი, არის ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ. იმიტომ რომ ანგელოზები ხორციელნი არ არიან. მათ სხეული გააჩნიათ. წმინდა მოძღვარნი დიონისი არეოპაგელი, ან დაუშვათ წმინდა იოანე დამასკელი, ან კიდე სხვანი უამრავნი, ამბობენ ესეთ რამეს ანგელოზებთან მიმართებაში, რომ ანგელოზებს, რა თქმა უნდა, ჩვენთან შედარებით სხეული არ გააჩნიათ. რატო ჩვენთან შედარებით, რატო? იმიტომ რომ ჩვენ სხეულში გავგვიგია მხოლოდ და მხოლოდ ხორციელება. თუ ხორცი არ გაქვს, სხეული არ გაგაჩნია. ანუ ჩვენთან შედარებით ჩვენ ლიტურგიკულ ტექსტებში ვამბობთ, რომ უხორცონი ძალნი, ან უსხეულო ძალნი. მაგრამ ღმერთთან შედარებით ისინი არიან სხეულებრივები. საიდან გამომდინარე ვიცით ეს, რომ სხეული ხმოსიათ? სხეული კიდევ ერთხელ ვამბობ, არა იმ გაგებით, რაც ჩვენ გაგებაში შემოდის. არამედ რაღაცა სულიერი გაგებით სხეული, სულით სხეული ერთგვარი, ოღონდ არა ხორციელი სხეული. აი რადგანაც მაგალითად ესეთი ეპიზოდი რო გავიხსენოთ სახარებიდან,
აი, როდესაც მთავარ ანგელოზი გაბრიელი ან ღვთისმშობელთან რომ მივიდა, ან თუნდაც ზაქარიას რო ეუბნება, რომ შვილი გეყოლება შენ, იმ მომენტში ზაქარიასთან არის. ანუ ვისაც ეცხადება იმ მომენტში იქ არის. იმას არ შეუძლია სხვაგან იყოს. გარე შეწერილია და მაგიტო. გარემოშია შეწერილი. აი, ვინც გარემოში შეწერილია, ის გამორიცხულია, რომ სხეულის მქონე არ იყოს. აი, ერთადერთი გარე შემოუწერელი და ბუნებითად უსხეულო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი. ღმერთთან შედარებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ხაზს გაუსვამ, რომ ღმერთთან შედარებით ისინი არიან სხეულის მატარებლები, მაგრამ ჩვენთან შედარებით ისინი არიან, რა თქმა უნდა, უხორცონი, უსხეულონი. ვისთან შედარებით საუბრობთ, ყოველთვის უნდა გავსაზღვროთ ანგელოზებთან დაკავშირებით საუბარი. ძალიან საინტერესო განმარტებას გვაძლევს ანგელოზებთან დაკავშირებით მეოთხე საუკუნის დიდი, უდიდესი კაბადოკიელი მოძღვარი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ერთ-ერთ თავის უღრმეს ნაშრომში, საერთოდ გრიგოლ ღვთისმეტყველი არის უღრმესი ღვთისმეტყველი, ამიტომაც ეწოდა მას ღვთისმეტყველი. მის სიტყვებს როცა კითხულობს ადამიანი, აი თუნდაც რაღაც საფუძველი ქონდეს საღვთისმეტყველო შრომების კითხვისა, იმდენად რთულია და იმდენად არ ითვალისწინებს მოძღვარი მრევლს, ამ დროს ეპისკოპოსი იყო იგი. ბასილი დიდმა თავისი მეგობარი გრიგოლ ღვთისმეტყველი აკურთხა ეპისკოპოსად. არ უნდოდა ამ გრიგოლს. სხვა ტიპაჟისა იყო, ჩვენ გვექნება მე საუბარი ალბათ გრიგოლ ღვთისმეტყველზე. აი, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა დაასხეს ხელნი და ძალიან შფოთავდა იმ გაგებით, არ უნდოდა ეპისკოპოსობა, არ იყო ამის მოწოდებისა ეს კაცი. იყო ძალიან ისეთი მჭვრეტელი მოღვაწე იყო, ჩუმი კაცი იყო ძალიან. ზოგი ამბობს, რომ პოეტიც იყო, საღვთისმეტყველო კუთხით პოეტი და სხვა. რისი თქმა მინდა, აი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანს რაღაცა ბაზისი ქონდეს საღვთისმეტყველო შრომების კითხვისა, ხშირად, როცა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს კითხულობ, ძალიან ბევრი არის უცნობი, გამოუცნობი, რთული, თუ არ გაამეორე რამოდენიმე გზის კვლავ წაკითხვა, შენ ვერაფერი ვერ გაიგო და გადადო გვერდზე. აი, ერთ-ერთი ურთულესი ესეთი გამონათქვამი აქვს ეს ანგელოზებთან დაკავშირებით, ეს 18 ამბობს, რომ ანგელოზები არიან მეორენი სინათლენი და მესამე სინათლე ადამიანია. პირველი სინათლე გასაგებია ღმერთია. მეორენი სინათლენი ანგელოზები. მაგრამ აი კითხვა იბადება, რომ როგორ შეიძლება ღმერთი აი რიგობითობაში შემოვიდეს. პირველი, მეორე, მესამე, არ შეიძლება ღმერთი არის ყოვლად მიღმიერი. და როგორ შეიძლება ღმერთთან მიმართებაში იყოს მეორე. მაგრამ გრიგოლ ღვთისმეტყველი, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ჯერ სინათლე ებოძათ ანგელოზებს ღვთის შემდგომ და შემდგომ უკვე ადამიანებს. სამი სინათლე არსებობს, ამბობს იგი. ბუნებითი და არავისგან არ შობილი და არ ქმნილი ღმერთი, ღმერთმთავრობა, ბუნებითი ბრწყინვალე და ნათელი, რომელიც რიგობითობაში არ იგულისხმება, პირობითად ამბობს პირველ სამ შემთხვევაში. მეორენი სინათლენი ესენი არიან ანგელოზები, გონიერი არსებანი და მესამე სინათლე გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე ხატად არის ღვთისა შექმნილი და წმინდა ივანე დამასკელი ამით დავამთავრებ ჩვენ საუბარს დღევანდელს. ესეთ რამეს ამბობს, რომ ზოგნი ამბობენ, ესე იგი ზოგი წმინდანი ამბობს, რომ ანგელოზები იქმნებიან მეორე დღეს შესაქმნისა. მეორე დღეს შეგახსენებთ, ღმერთი ქმნის მყარს, ანუ ცას. აი, როდესაც ცა იქმნება, თქვენ გახსოვთ, ესეთი სიტყვებით იწყება ბიბლია, დასაბამად ღმერთმა ქმნა ცაი და ქვეყანაი. და ქვეყანა იგი იყო განუმზადებელ და ასე შემდეგ მიდის და მე არის ჩამონათვალი, პირველ დღეს ნათელი შეიქმნა, მეორე დღეს იქნება მყარი, ანუ ცა. აი,
ამბობენო დამასკელი ამბობს, რომ აი მეორე ცის კი არა, მეორე დღეს ცის შექმნის ჟამს იგულისხმებიან ანგელოზები. მაგრამ წმინდა მან გრიგოლ ღვთისმეტყველმან თქვა, რომ სანამ შეიქმნებოდა მატერიალური სამყარო, მანამდე დაბადა ანგელოზები ღმერთმა 9-ვე დასი. და მე ვეთანხმები წმინდა გრიგოლს ამბობს დამასკელი. და მხოლოდ ის კი არ ეთანხმება, ჩვენც ვეთანხმებით, იმიტომ რომ ჯერ იყო, ესე იგი, უფრო ეკადრებოდა შექმნილიყო უსხეულო ძალებს შექმნა და შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, მატერიალურ სამყაროს. და მოგახსენეთ მე თავიდან, რომ რადგანაც ჯერ შეიქმნა სულიერი სამყარო, შემდგომ მატერიალური სამყარო, ორივეს შენაერთი შეზავებული არსება არის ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ შეიცავს ღვთის ჭყალებში რო ჩავსვათ ნაწილს, ღვთის საბოძვარს, ის ცხოველივით არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ცხოველური აქვს, მატერიალური სამყაროდან გამომდინარე. თუ ადამიანი წარემატება ღვთის ხატებაში, მაშინ იქნება ღმერთის მსგავსი, ღმერთად წოდებული. მაგრამ თუ წარემატება ცხოველობაში, თავის მატერიალური ცხოვრებით, ის ხდება უკეთეს შემთხვევაში ცხოველი, უარეს შემთხვევაში ეშმაკი. ესე პერსპექტივა ადამიანს ორივე მხარეს აქვს. ანგელოზებს არ აქვთ ესეთი პერსპექტივა დღეს. რა წამს დაეცა ის დასაბამიერი მთიები, იქ უკვე გამოცდილება აქვთ ანგელოზებს და ისინი აღარასოდეს აღარ დაეცემიან. ესია ცხოვრება ანგელოზთა და სწავლება წმინდა მამათა მიერ. ერთი არჩევანი როცა მოახდინა იმ დასაბამიერმა და გაყვა უამრავი ანგელოზი და ეშმაკები გახდნენ ესენი, სხვა ვინც დარჩა ღვთის ერთგული, ის აღარასოდეს აღარ დაეცემა. და სინანულიც არ გააჩნიათ, ადრეც ვილაპარაკეთ ანგელოზებს. მაგრამ ადამიანი იმათგან განსხვავებით, ხორციელი რადგანაც არის, მას ცხოვრების განმავლობაში შეუძლია სინანული გამოხატოს და ღმერთის მსგავსი გახდეს, ანგელოზებზე უაღმატებულესი შეიძლება გახდეს. და მეორე მხრივ, თუ წარემატა სიბილწეში და ცხოველურ ცხოვრებაში, არა მხოლოდ ცხოველად კვდება, არამედ შეიძლება წარემატოს ეშმაკეულობაშიც. ერთ-ერთი დიდი მწერალი ამბობდა ეს დრამეს, ადამიანი ყველაზე სასტიკი არსებაა ქვეყნიერებაშიო. თუ ტანჯავს მეორე კაცს, ისე ლამაზად და ისე სასტიკად ტანჯავს, რომ ვერც ერთი ცხოველი ვერ მოიგონებს ესე ტანჯვას, სხვას რო გაუკეთოსო. ნამდვილად ასია, იმიტომ რომ ადამიანის გონება ფანტაზიებიდან გამომდინარე, ისეთ რაღაცებს მოიგონებს, რომ შეხედოს ცხოველმა აი ამ ტანჯვას, ვისაც ტანჯავს დაუშვათ, რომ გაუკვირდეს კიდეც. აი ესეთი პოტენცია აქვს ადამიანს ანგელოზებისაგან განსხვავებით. დააგლოცოთ ღმერთმა და შემწენი ყოფილიყვნენ და მეოხნი სერაფიმები, ქერუბიმები და სხვა დასები ჩვენ ცოდულთა გამო. ჯვარი გეწეროთ.